ზოგადად მე როგორც მახსოვს, მამა ის იყო უპირველეს ყოვლისა ჩემ თვალში ასოცირებული სამუშაო მაგიდასთან. მას ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მის ბიბლიოთეკაში იყო ძალიან საინტერესო წიგნები და თემატურადაც მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა იყო. ეს იყო ლიტერატურა, ეს იყო ისტორია, ეს იყო ფილოსოფია, რა თქმა უნდა, ეს იყო თეოლოგია. თან მე იგი მახსოვს მუსიკალურ ინსტრუმენტთან, რამდენადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, მოდიან მაინც მუსიკალური აწლედიდან და ეს მათი მეორე სამყარო იყო მუსიკა. და სხვათა შორის ისინი ძალიან კარგად ასრულებდნენ შუბერტს, შოპენს, ლისტს. რომ არა რაღაცა სულ სხვა საყრდენი მათი მეგობრობაც ვერ გაძლებდა ალბათ, მაგრამ ის რაღაცა სულ სხვა საყრდენზე იდგა. და როდესაც მერაბ კოსტავა დაიღუპა, მე მახსოვს, რომ მისთვის ეს იყო უდიდესი დარტყმა. შეიძლება ითქვას, რომ ბორითის დაცერებულ და ცოდვიან დაღმართზე მდგარი ადამიანისთვის გამოიკვეთა, ანუ მე გულისხმობ ხიზელი თვალით დამკვირვებლისთვის უკვე შორს სადღაც გამოიკვეთა ჯიხაშკარი ხიბულას ტრაგედიის ადგილიც. ჩვენ რომ რამე ცუდი განზრახვა ქონოდა და შუღლის გაღვივა გავაკეთებთ ბატონო, ჩვენ რო ასეთები, მაგრამ არა ვართ ასე. ჩვენ პირიქით რა ზვიად გამსახურდიას რაღაცა სევდა ყოველთვის თანძდევდა და მე ის ახსენი ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის და ეგზისტენციალისტის მიგელ დე უნამუნოს ასეთი ფრაზით, რომ არსებობს ყოფიერების ტრაგიკულობის განცდა. ზოგადად ის რომ ყოფიერება, რომელიც თავისთავადი ფენომენია, მას რაღაცა გარკვეული მძიმე საფასური ახლავს თან. და სწორედ აი ამ საფასურის გადახდის ტრაგიკულობის განცდა, ალბათ ეს იყო ის, რაც მოიცავდა მის პიროვნებას მთლიანად. ცხადია თუ რაღაცა ფაქტორი მე მფარველობდა, ეს იყო რა თქმა უნდა ბაბუის ფაქტორი. ბაბუას ძალიან კარგი მეგობრები ყავდა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტშიც. მე შემიძლია რამდენიმე მათგანი დავასახელო, რომელთა დამსახურებაც ალბათ არის ის, რომ ძალიან ბევრ ამას გადავრჩი. Вот почему России и имперским структурам и выпавшим в осадок партия-чиновничьему аппарату не угодно влияние Грузии, а к ней еще и воля других народов. ჯოხარ დუდაევმა მის საპატივცემულოდ აღდგომა გამოაცხადა ჩეჩნეთის ეროვნულ დღესასწაულად, არა და წესით ჩეჩნები არიან სუნიტი მუსლიმები, რომელთაც საერთოდ არ სწამთ აღდგომა. თქვენ შეიძლება რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ამისოთ შეკითხვები ზეპირათან, ვინმე წერილობით გამოგზავნოთ. მე იბასობთ ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად მე არ მახსოვს მისგან უწმაწური სიტყვა, ან გინება. უბრალოდ არ მახსოვს. ეს ადამიანი არ იგინებოდა. ყველაზე ესეთი მძიმე სიტყვა, რაც მისგან მსმენია, ეს არის ნაძირალა ფულზე გაყიდული ან რაღაც მაგდაგვარი. აი მაგალითად ძალიან ხმაურიან მუსიკას, შესაძლოა იგი გამოეყვანა ხმაურიან კაკაფონიურ მუსიკას, სადაც თქვა დასარტყამი ინსტრუმენტები პრევალირებენ, მაგალითად ტექნოს ის ვერ აიტანდა. უბრალოდ ვერ აიტანდა, რამდენადაც იგი იყო გაზრდილი, ასე ვთქვათ, შოპენსა და ბეთჰოვენის მუსიკაზე და გასაგებია, რომ მას ასეთ ამ ტიპის ხელოვნებასთან მას არ ჰქონდა შეხება საერთოდ და ძალიან ღიზიანდებოდა. კიდევ რა შეიძლება ეს გამოეყვანა მწყობრიდან, რა თქმა უნდა, კრეხელურ საუბარს ისეთ საკითხებზე, რაც საჭიროს ფაქის მიდგომას, ხო, მე გულისხმობ სულიერ სპირიტუალურ, რელიგიურ საკითხებზე საუბრისას, ის სხვათა შორის ძალიან ღიზიანდებოდა, როდესაც მაგალითად რომელიმე რუსთეოლოგი იტყოდა, რომ რუსთაველის გმირები ისინი მხოლოდ სქესობრივ სიყვარულით არიან დაკავებულები და რომ ისინი პირადი ბედნიერებისთვის იბრძვიან. ამაზე ის აბსოლუტურად გამოდიოდა მწყობრიდან და რა თქმა უნდა ძალიან კრიტიკულად განიხილავდა ასეთ თეორიებს.
საპირისპირო გათენების სხივი ფარული შემოესალტა დაუტირებს სახვათა კრებულს. ვით შემოდგომის შუქ ჩრდილები მთას გარიმდებულს ეწვევა სულის საკურთხეველს ახლა სხვარული. გრალის კოშკი შორით მოსჩანს ქიმგაბზარული. პალას ათენას სიბრძნის ველზე უშფოთლად რებულს. შავი ყორანი აზის თავზე და გაფითრებულს გარს ახვევია დემონების ფილწი არული. მოსალოდნელი მწუხარების კუშტი მაყარი. მტკიცედ მივყვები მე ნაკვალევს მზიურ შუბისას შენთ მაგაშლილი თავზე ნაცარ გადანაყარი. მლოცავ მპირდები გძნეულ სიტყვოს შენი უბისას. მე ვარ სიზმარი შენ სიზმრების ხილველი ჩუმი. მე ვარ ცხედარი შენ სუდარის ხარაბრეშუბი.